და ინტერნეტის განვითარების ინიციატივა წარმოგიდგენთ ყოველკვირეულ საავტორო გადაცემას Cybertalks. მოგესალმებით. Cybertalk ისევ თქვენთან არის, ისევ ეთერში ვართ. FM 105 და 95.5, მოდიშით 95.5 შემისწორეს აგერახეთ. და ჩვენ დღევანდელი თემა ეხება ისევ და ისევ კიბერუსაფრთხოებას, რომელიც უკვე აი მუდმივად აქტიური თემა არის, თუმცა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდა ესა, რაც უკავშირდება ბოლო პერიოდში, აი ბოლო 1 წლის განმავლობაში ორი ისეთ, ასე ვთქვათ, კიბერშეტევას, რომელიც იყო განხორციელებული თავის დროზე 2019-ის ოქტომბრის კიბერშეტევა ცნობილი და დაახლოებით ერთი თვენახევრის წინ განხორციელებული ასევე კიბერაქტიობები იგივე ჯანდაცვის ბიუროსა და ლუგარის ლაბორატორიის ლუგარის ლაბორატორიაზე, ვთქვათ. ჩვენ დღევანდელი სტუმარი არის BDO-ს კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების ხელმძღვანელი ანზორ მეხლიშვილი. ბატონო ანზორ, დიდი მადლობა მობრძანებისათვის. დიდი მადლობა გამომხედრო და მოგზადით. ჩვენ ვისაუბრებთ დღეს კიბერუსაფრთხოებაზე, იმ გამოწვევებზე, რომელიც არსებობს დღეს კიბერუსაფრთხოებაში, შეიძლება ვილაპარაკოთ გლობალურად, რეგიონის დონეზე, ასევე საქართველოში რა გამოწვევებს ნიშნავს საქართველოს ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ, ასევე ამ პანდემიის დროს გაზრდილი, ასე ვთქვათ, კიბერდანა, როგორც ვიცი, სტატისტიკამ ცოტა მოიმატა კიბერდანაშაულთა მიმართებაში, ეს გასაგებიც არის, იმიტომ რომ ციფრულ სამყაროში გადაინაცვლა მთელმა აქტიურობებმა, შესაბამისად, უსაფრთხოების თემებიც, ასე ვთქვათ, რაღაც გარკვეულწილად მოიმატებს ამ მიმართულებით დანაშაულებები. დავიწყოთ კიბერუსაფრთხოების თემების შესახებ თემით. რა გამოწვევებს წინაშე დგას საქართველოს? აი ეს ზოგადად ესეთ შეკითხვა დავსვათ. გამოწვევები იგივე გვაქვს, პირობით რაც დააჩენს სოფლიოს, ეს არის ჩვენი მონაცემების დაცვა ინტერნეტ სივრცეში, ბიზნესის გამართული ფუნქციონირება და შეუფერხებელი ფუნქციონირება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დავიწყოთ იქიდან, რომ დადებითი ტენდენციები შეიმჩნევა, თუნდაც საქართველოში იმ კუთხით, რომ თქვათ, ხდება ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის კანონის გადახედვა და ასე ვთქვათ, სკოპის გაზრდა, როგორც მოგეხსენებათ, სახელმწიფო სტრუქტურები შედიან დღეის მდგომარეობით ამ კანონის რეგულირების სფეროში და გარკვეულწილად ეს შეეხება კერძო სექტორსაც. სამწუხაროდ ვერ მოესწრო თქვათ ამ კანონის ძალაში შესვლა, იმედია უახლოეს მომავალში შემდეგ მოწვევის პარლამენტი მიიღებს ამ კანონს. აქ არის ერთი ნიუანსი გასათვალისწინებელი, რომ სწორი ფორმულირებით მოხდეს ამ კანონის ძალაში შესვლა, გათვალისწინებული იყოს როგორც სახელმწიფოს, ისე კერძო სექტორის სუბიექტების მოსაზრებები და პოზიციები და სწორად იყოს დაგეგმილი, თქვათ, ეს იქნება სექტორის მიხედვით, პრიორიტეტების მიხედვით, კრიტიკულობის მიხედვით და ასე შემდეგ. ნიშანდობლივია ის, რომ სახელმწიფოს ჯერჯერობით ამ ეტაპზე არ აქვს კიბერუსაფრთხოების სტრატეგია, სადაც სწორედ ის კრიტიკული სექტორები იქნებოდა განსაზღვრული და ის მიმართულება იქნებოდა განსაზღვრული, სადაც რომელიც თქვათ სახელმწიფოსთვის არის პრიორიტეტული და საერთოდ უნდა ვიაროთ. განსაზღვრული იქნებოდა იგივე კიბერსივრცეში, ვინ არის ჩვენი თქვათ მტერი, რა პროგრამული უზრუნველყოფები გამოვიყენოთ კრიტიკულ სისტემებში, რა არ გამოვიყენოთ, მოდი ეს ბლექლისტი და ასე შემდეგ. თქვენ კანონს შეხედა, მოდით ხო ვახსენოთ, თქვათ, რა ასე ვთქვათ, რა ეტაპზე ამჟამად კანონი, წინამორბედის პარლამენტთან ფაქტობრივად ვერ მოასწრო მისი მიღება, არ მოესწრო მიღება, იმედია მომავალ პარლამენტი, ახალი მოწვევის პარლამენტი მიიღებს ამას. რა დონეზე ეს კანონი, რა ახალ ნიუანსებს შეიცავს, თუმცა ეს ცვლილებები არსებულ კანონში, რა ახალი თქვათ, ასე ვთქვათ, სექტორები ჩდება, როგორ არის, ეს რა დონეზე ყველაფერი იცოდეს. ჩვენ ამის შესახებ გქონდა ამას საუბარი, მაგრამ უფრო თქვათ, კონკრეტულად და დეტალურად რო ვისაუბროთ ამის შესახებ, თქვათ, ვინ შემოდის ახალი, მე როგორც ვიცი, ახალი სექტორი, ახალი კატეგორიები შემოდის უკვე კანონში, ახალი თქვათ, რაღაც სუბიექტები ჩდება იქ, ახალი თქვათ, მარეგულირებელი ორგანოები ჩდება ამ მიმართულებით. რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება შედის, ერთი არის კატეგორიებად დაყოფა კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების. არსებული სახელმწიფო სტრუქტურები ყველავარენში იქნება პირველ კატეგორიაში, რომელსაც დაარეგულირებს და მოთხოვნებს განსაზღვრავს მათთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ქვეშ არსებული CP, რომელიც ამ რედაქციაში, დღევანდელ რედაქციაში არ გვაქვს ესეთი მარეგულირებელი.
ასევე იქნება მეორე და მესამე კატეგორიები, მეორეში შევლენ ინტერნეტ და საკომუნიკაციო კომპანიები, მესამეში კერძო სექტორი, თუმცა ჯერ არ ვიცით და არ არის განსაზღვრული ეს დანართი, ასე ვთქვათ, ვინ შევა კონკრეტულად მეორე ან ნებისმიერ კატეგორიაში პრინციპში. ანუ კერძო სექტორის არ არის განსაზღვრული, რომელი სექტორი იქნება განსახული ფაქტურად, ხო? როდესაც საფინანსო საბანკო სექტორი მოიაზრება, როგორც ვთქვათ, ერთ-ერთ ხო, სანამ არ იქნება ეს დოკუმენტი, ჩვენ მტკიცებით ფორმატში ვერ ვისაუბრებთ, თუმცა ცხადია, მოსაზრებები გვაქვს და გვესმის, რომ შეიძლება დიდი ალბათობით ამაში იქნება კომერციული ბანკები, მინიმუმ დიდი კომერციული ბანკები, რომელსაც თქვათ გავლენა აქვს ქვეყნის ეკონომიკაზე. და მათ სწორედ დაარეგულირებს კიდევ ერთი ახლად შექმნილი მარეგულირებელი ციფრული მმართველობის სააგენტო, რომელიც შეიქმნა მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და smart logic-ის, ასე ვთქვათ, შერწყმის შედეგად. ჯერ თუ არ არის განსაზღვრული კერძო სექტორი, ხო არ შეიძლება ვთქვათ რაღაცა ექსპერტულად ჩვენც ვივარაუდოთ ან რაღაც დონეზე ვთქვათ, ანუ რომელი სექტორები იქნება უფრო წარმოდგენილი, შეიძლება საბანკო საფინანსო ჩვენ თქვით, ხო? შეიძლება იქ არის ჩვენ შეიძლება ვივარაუდოთ, ან ჩვენი ვთქვათ, ჩვენ როგორ ხედავთ. ჩვენ როგორ ხედავთ, აი სწორედ აი მაგაზე გულისხმობ, რომ ჩვენი ექსპერტული რაღაც ვთქვათ, ან რეკომენდაცია იქნება თუ რაღაც იქნება ვთქვათ, ვთქვათ ვახსოვთ ესე რომ ვთქვათ, აი მე მაგას მიმაჩნია, რომ ჯანდაცვა აუცილებლად უნდა იყოს. ჯანდაცვა აუცილებლად უნდა იყოს ასევე სადაზღვევო სექტორი, რომელიც თითქმის ყველა მოქალაქის პერსონალურ მონაცემს ამუშავებს, უნდა იყოს აუცილებლად ენერგეტიკა ალბათ, ავიაცია, ესეთი სექტორები, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყნის როგორც უსაფრთხოებისთვის, ისე ვთქვათ, როგორც ერთმთლიანი ორგანიზმის გამართულად ფუნქციონირებისათვის. სტრატეგია ახსენეთ თქვენ, სტრატეგიასთან დაკავშირებით სტრატეგია ფაქტობრივად მიღებული არ არის, როგორც მესამე სტრატეგია. ჯერ ამ ეტაპზე არ არის მიღებული, თქვენ თუ გაქვთ თქვათ რის შესახებ ეს ახალი სტრატეგია დაწერილი და თქვათ რა ახალი თქვათ მეორესგან განსხვავებთ რა ახალი შეედო ხო არ გაქვთ ამ შესახებ? ჯერჯერობით ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა იქნება ახალ სტრატეგიაში, ესე საჯაროდ ცნობილი არ არის, თუმცა ახაც იმედს ვიქონიებთ, რომ სწორად იქნება განსაზღვრული პრიორიტეტები სახელმწიფო დონეზე. ძალიან კაი. ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ კანონს რო დაუბრუნდით. იქ შემოდის ასევე, თქვათ, ახალი თქვათ, სუსი შემოდის, როგორც ვიცი, ახალი სუბიექტი, რომელიც თქვათ, გააკონტროლებს პირველ კატეგორიას, რომელიც არის ინფორმაცია, რომელიც არის კრიტიკული ინფრასტრუქტურის სუბიექტები, ხო? 40-მდე სუბიექტი, რომელიც იყო ადრე, თქვათ, იუსტიციის, ასე ვთქვათ, კონტროლის ქვეშ, ასე ვთქვათ, ხო? ეხლა ამ ეტაპზე შემოდის სუსი. ამას ჰქონდა თქვა რაღაცა სამოქალაქო სექტორში რაღაცა გარკვეული თქვათ უკმაყოფილების რაღაცა კონტროლის მექანიზმი იქნება, რაღაცა იქნება, რაღაცა, მაგრამ აი თქვენი აზრით როგორ იქნება თქვათ ეს იქნება ეს კონტროლის მექანიზმი შენ ჩადებული თუ როგორ იქნება ეს ამ მიმართულებით თქვათ, ანუ რამდენად დაცული იქნება იგივე თქვათ მომხმარებლის უფლებები ამ მიმართულებით და ასე შემდეგ, იმიტომ რომ სუსი მაინც ისეთი სტრუქტურად არის მიღებული ზოგადად, რომ რაღაც ხო, უბრალოდ აზრი მოსახლეობას ჩამოყალიბებულია ისეთი, რომ როდესაც სუსი ახდენს გარკვეულ მონიტორინგს, იქ ხდება თქვათ მოსმენები, თვალთვალი და ასე შემდეგ, რაც დისკომფორტს ქმნის, რა თქმა უნდა, თითოეულ ჩვენგანში, ასე ვთქვათ. კიდევ თქვათ, კითხვის ნიშანს აჩენს ის, რომ ერთ-ერთი ყველაზე დახურული ორგანოა და თქვათ, მარტივად ინფორმაციას ოპერატულ-ტექნიკური ღონისძიებების შესახებ ვერ გამოითხოვს მოქალაქე ან დაინტერესებული პირი. შესაბამისად, უნდობლობის და კითხვის ნიშნების ასე ვთქვათ, მომენტი ჩდება საზოგადოებაში, ექსპერტებში და ასე ვთქვათ, დისკომფორტის მომენტია. განსაკუთრებით იმიტომ, რომ შესაძლოა მათ რეგულირების სფეროში მოხდეს ისეთი ეგრეთ წოდებული დამოუკიდებელი ინსტიტუტები, როგორც არის თქვათ პარლამენტი, სასამართლო და შესაძლოა ნებისმიერ კონტენტზე, ნებისმიერ ინფორმაციაზე განახორციელოს წვდომა ისე, რომ თქვათ დამოუკიდებელი მარეგულირებელი ამას თქვათ მარტივად ვერ მოითხოვს მტკიცებულებას, რატომ მოხდა წვდომა, შემდეგ როგორ დამუშავდა ეს ინფორმაცია და ასე შემდეგ. თუმცა პარლამენტი მაინც კრიტიკულ იმას შედის ინფრასტრუქტურაში, სუბიექტად მიიჩნევა, ასე ვთქვათ. ძალიან კაი. კიბერდანაშაულებთან მიმართებაში, ამ მიმართულებით ვთქვათ, და როგორ არის რა მდგომარეობა დღესდღეობით, იმიტომ რომ პანდემიასთან დაკავშირებით, როგორც ვახსენე, თავში, ანუ ციფრული სამყაროში გადავიდა ფაქტობრივად მთელი აქტიურობები, იგივე იქნება ეს სწავლება და ასე შემდეგ და მზარდი კიბერდანაშაულის, ასე ვთქვათ, სტატისტიკა არის, როგორც ვიცი. არ მარტო საქართველოს ზოგადად გლობალურად არის ეს რა მაგ ჩვენთან არის ეგეთი. გაზაფხულიდან მოყოლებული მსოფლიო მასშტაბით იზრდება აღნიშნული სტატისტიკა და უფრო და უფრო მრავალფეროვანი ხდება კიბერშეტევის ტიპები.
უფრო და უფრო მეტი სექტორი შემოვიდა ასევე, თქვათ, აქამდე შეიძლება უნივერსიტეტები არ იყვნენ შეტევის სფეროები, თქვათ, ჯანდაცვა ასეთი მასშტაბებით არ იყო შეტევის ობიექტი და ასე შემდეგ. იგივე რამდენიმე დღის წინ გახმაურებული შემთხვევა, როდესაც ეგრეთ წოდებული ransomware შეტევის შედეგად გერმანიის ერთ-ერთ უნივერსიტეტში უნივერსიტეტმა ისა კლინიკამ ვერ შეძლო სამედიცინო მომსახურების გაწევა და ამის გამო ადამიანი დაიღუპა. თუნდაც იყო სექტემბრის დასაწყისში ერთ-ერთ ინგლისურ უნივერსიტეტზე კიბერშეტევა, რომლის შედეგადაც ვერ მოახდინა უნივერსიტეტმა სასწავლო პროცესის დროული დაწყება. იქიდან გამომდინარე, რომ სოფლიოს თითქმის რა ვთქვი, ყველა ვისაც შეეძლო დისტანციურად მუშაობს, შესაბამისად თითქმის ყველას, ვისაც შეიძლება მანამდე ნაკლებად უწევდა მოუწია უკვე ციფრულ გარემოსთან ურთიერთობა, ის იყო მათი პერსონალური მონაცემებით, მოწყობილობებით თუ თქვა კორპორატიული მოწყობილობებით, რამაც ძალიან გაზარდა უსაფრთხოების რისკი, თქვა კომპანიებს, ვინც მზად არ იყო, იგივე თქვა არ ქონდათ ბიზნეს უწყობობის გეგმაში ასეთი სცენარები გათვალისწინებული, დადგენ იმის რისკის ქვეშ, რომ ინფორმაციული უსაფრთხოების რისკები გაუჩნდათ. უბრალოდ იქიდან გამომდინარე, რომ თანამშრომლები გადაიყვანეს დისტანციურ მუშაობაზე, თქვა ზოგმა უზრუნველყო, ზოგმა ვერ უზრუნველყო გარკვეული ტექნიკური საშუალებებით, ცნობებით და ასე შემდეგ, რამაც გააჩინა თქვათ ისეთი რისკების გაზრდის საშიშროება, როგორც არის არაავტორიზებული წვდომის მოპოვება, თქვათ ინფორმაციის გადინება, დაზიანება, შეცვლა, რამაც შესაძლოა შემდეგ უკვე ბიზნესის ფუნქციონირებას შეუქმნას უკვე საფრთხე. ამ მიმართულებით თქვათ ჩვენ მოგემის ვსაუბრეთ, რეკლამაზე გავდივართ ამ დაბზე. დიდი მადლობა და რეკლამა ეთერში. რეკლამა რადიო კომერსანტზე. გსურთ სატელეფონო ავტომოპასუხის მეშვეობით და ცნობოთ მომხმარებლებს ინფორმაცია სამუშაო საათების, მიმდინარე აქციების, შიდა ნომრების ან სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის შესახებ. შევდით ვებგვერდზე Voices-G. არჩიეთ არსებული ამოცანისთვის შესაფერი სიხმა და ანდეთ თქვენი სათქმელი პროფესიონალებს. Voices-G. იპოვე შენი ხმა. 596-366-366. გაატრიალე იჯითი ბორბალი და მოიგე 1000 ფრისპინი ყოველდღე. მოხდი ფრისპინ ლიდერბორდში და მოიგე წილი ყოველკვირეული 10000 ლარიანი საპრიზო ფონდიდან. ბეთლაივი გაერთე შენს გემოზე. ბეთმარკეტში ფასდაკლების სეზონი გრძელდება. შეიძინე ფრისპინები, ფრიბეთები და ექსკლუზიური ბონუსები ყველაზე მარტივად. დარეგისტრირდი, გაათამაშე 10 ლარი და მიიღე მარკეტის 1000 ქულა საჩუქრად. ბეთმარკეტი დააჩქარე მოგება მხოლოდ ჩვენთან. სპეციალური შეთავაზება Toyota ცენტრი თბილისისგან. შეცვალეთ ძრავის ორიგინალი ზეთი და ფილტრი სპეციალურ ფასად. Toyota Vitsi, Toyota Isti, Toyota Yaris, 100 ლარი, Toyota Corolla, 120 ლარი, Toyota Prius, Toyota Camry და Toyota RAV4, 135 ლარი. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 032 2511 Toyota ცენტრი თბილისი. დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-20 კილომეტრი. რეკლამა რადიო კომერსანტზე. ფასიანი პოლიტიკური რეკლამა. ნინო ლაცაბიძე, რუსთავის და გარდაბნის 10 თემის მაჟორიტარად. ქართული ოცნება, ერთად საქართველოს წარმატებისთვის. რადიო კომერსანტი და ინტერნეტის განვითარების ინიციატივა წარმოგიდგენთ ყოველკვირეულ საავტორო გადაცემას Cybertalks. ეთერში დავბრუნდით ისევ, Cybertalk-ი ისევ ეთერში არის. შეგახსენებთ, რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა არის კიდევ კიბერუსაფრთხოების შესახებ და ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ, ანუ იმ გამოწვევების შესახებ, რა გამოწვევების წინაშე დგას ზოგადად გლობალურად მსოფლიო, ძირითადად საქართველოს გვექნება საუბარი და საუბრობთ ამ თემაზე და ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი არის BDO-ს კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი, ბატონი ანზორ მეხრიშვილი. ბატონო ანზორ, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოგზაურობისათვის და გამონახეთ და მოგთანდით. და გადავიდეთ ჩვენ ვილაპარაკეთ აქ პანდემიის დროს გაზრდილი კიბერდანაშაულების რიცხვის შესახებ. ეს სტატისტიკა უფრო მზარდი და მზარდია, როგორც ჩანს. აი ახალი ტექნოლოგიებთან შემოსვლასთან დაკავშირებით, ასევე უფრო მოსახლეობის გადასვლა გამოიწვიეს, ანუ უფრო ვირტუალურ სამყაროში, უფრო თქვათ დისტანციურ მუშაობაზე ეს ყველაფერი. ამ მიმართულებით თქვათ რა რეკომენდაციები შეიძლება მიეცეს ეს სიტყვაზე თქვათ ნებისმიერ მომხმარებელს, ხო რაღაცა კონკრეტული რაღაცა თქვათ, იმიტომ რომ
მოგეხსენებათ საკმაოდ დაცულობა, საკმაოდ ასე ვთქვათ, უსაფრთხოება ფაქტურად ამართულებით უფრო მყიფი არის, როდესაც ვთქვათ ის ნაცვლად მუშაობდა, ყოველთვის არის რისკი იმისა, ვთქვათ მესამე ასე ვთქვათ არაავტორიზებული შეღწევა მოხდეს, ვთქვათ მესამე პირის, ვთქვათ თქვენს ქსელში. აი მართლა ვთქვათ მაქსიმალურად რომ დაიცვას დაცულად იქნას თავი, მე არ ვიცი 100%-იანი დაცულობა არ არსებობს, 100%-იანი დაცულობა, აი მაქსიმალურად რა დაცულობა, რა შეიძლება რჩევები მიცეთ კონკრეტულად ჩვენს რადიო მსმენელებს და ყველას. სანამ რჩევების ასე ვთქვათ მიცემაზე გადავალთ, ერთი ნიშანდობლივი საკითხია, რომელიც გამოიწვია დისტანციურ რეჟიმზე განსაკუთრებით საგანმანათლებლო სექტორის გადასვლამ, რამაც გამოიწვია ის, რომ არასრულწლოვნებს წვდომა გაუჩნდათ მოწყობილობებზე, რომელთაც ისინი ინტერნეტში ახდენენ ნავიგაციას. შესაბამისად, მშობლებს ასე ჭყალებში დამატებით თავის ტკივილი გაგვიჩნდა იმისა, რომ ჩვენმა შვილებმა არ ნახონ ისეთი კონტენტი, ისეთ რესურსი არ განახორციელონ წვდომა, რომელიც მათი ასაკისთვის იქნება შეუფერებელი, რომელმაც შეიძლება მერე დამატებითი თქვათ რისკები გააჩინოს, როგორც ბავშვის ფსიქიკაზე, ისე თქვათ ინფორმაციის გაჟონვაზე და ასე შემდეგ. ჩვენ ბოლო წლებში განსაკუთრებით გვაქვს გარკვეული შემთხვევები, როდესაც არ ვიცი, სუიციდით დამთავრდა შემთხვევები ან გარკვეულ ფატალურ შედეგებამდე მივედით იმის გამო, რომ თქვათ მშობელი სათანადოდ ასე თქვათ შეიძლება ვერ აკონტროლებდა საკუთარი შვილის ციფრულ ცხოვრებას, ასე ვთქვათ. რისკები რა რჩევა შეიძლება მივცეთ მსმენელს და მომხმარებელს არის ის, რომ პირველ რიგში იცოდნენ რა მონაცემს ამუშავებენ ისინი და სათანადოდ გაუფრთხილდნენ. შესაძლოა საერთოდ არ ესმოდეს კომპანიას და ის თქვათ წესებს არ ეუბნებოდეს თანამშრომლებს რა როგორ არის დასაცავი, მაგრამ თუ თითოეულ ჩვენგანს მომხმარებლებს გვეცოდინება ჩვენი პასუხისმგებლობა რა არის, რა რისკები შეიძლება რა რისკები გვიდგას, რა არხებში ვამუშავებთ ინფორმაციას, რა ინფორმაციას ვამუშავებთ, შესაბამისად სათანადოდ შეგვიძლია მათი დაცულობა უზრუნველყოთ. მაგალითისთვის, თუ თქვათ მოვიხმარ Gmail-ს ან Facebook-ით ვახდენ გარკვეული ტიპის მნიშვნელოვან აქტივობას, შესაძლოა ჩემი ანგარიშის ეგრეთ წოდებული აკაუნტით დაცვა მოვახდინო ორდონიანი აუთენტიფიკაციით, რაც გულისხმობს, რომ თქვათ პაროლის გარდა დამჭირდეს SMS-ით აუთენტიფიკაცია, რაც მაზღვევს გაცილებით ვიდრე მარტო პაროლის გამოყენება. უნდა ვიცოდეთ, რომ პაროლი აუცილებლად იყოს რთული, მინიმუმ 8 სიმბოლოს სიგრძის და კომპლექსური. არ გავდეს თქვათ ჩვენ ძაღლის სახელს, მანქანის ნომერს, ტელეფონის ნომერს და ასე შემდეგ და მარტივად არ იყოს გამოსაცნობი ასეთი პაროლები. იგივე თუნდაც ელფოსტაზე შემოსულ შეტყობინებებზე ყურადღებით ვიყოთ, დავაკვირდეთ ვისგან მოდის, რას გთხოვს, რა ბმულზე გადასვლას მოითხოვს ესა თუ ის წერილი, თქვათ, ახლავს თუ არა თანდართული ფაილი ამ წერილს, ხომ არ დამივირუსებს ეს კომპიუტერს, ხომ არ მოითხოვს ჩემგან ისეთ ინფორმაციას, რომელიც წესთ ამ ადრესაც არ ეკუთვნის. მაქსიმალურად ეჭვის თვალით შევხედოთ, მაქსიმალურად სიფრთხილით მოვეყროთ ასეთ მეილებს და ვეცადოთ, რომ არჩევ მინიმალური ინფორმაციის, ანუ რაც საჭირო ადრესატისთვის, მხოლოდ იმ ინფორმაციის მიწვდა მოვახდინოთ. ჩვენ ვახსენეთ და კიბერდანაშაული ვახსენეთ, თქვენ ახსენეთ რა თქვა, როგორ დავიცვათ თავი და რა რისკები არსებობს ბოლომდე, რისგან ვიცავთ ჩვენ თავს და ანუ რა შეიძლება თქვა ჩვენგან მიიღოს იგივე კიბერდანაშაული, ასე თქვა რა ინტერესებს ჩვენგან, ასე თქვა, ხო? რა სახის ინფორმაცია ინტერესებს, ხდება ეს რა ვიცი. კონკრეტულად ალბათ მიზანი მართლაც რაღაც გარკვეული ინტერესი ექნება. ორი დიდი ჯგუფი რო გამოვყოთ კიბერდანაშაულების, ერთი შეიძლება იყოს ასე მხარეები რო გამოვყოთ, ერთი შეიძლება იყოს მტრულად განწყობილი ქვეყანა, რომელიც თქვათ სახელმწიფო სტრატეგია ის რომ გარკვეული კრიტიკული ინფრასტრუქტურა ან მნიშვნელოვანი პირების ინფორმაცია მოიპოვოს და წყობრიდან გამოიყვანოს და მეორე უბრალოდ ფინანსურად მოტივირებული ეგრეთ ჰაკერების ჯგუფები, რომლებიც მოტივირებულები არიან იმისთვის, რომ მოიპარონ და მოიპოვონ ისეთი ინფორმაცია, რომელსაც მე ფულად რესურსად გარდაქმნიან. ძირითადად საფრთხე, რომელიც მათგან შეიძლება მოდიოდეს, არის ის, რომ გამოგზავნონ ჩვენი პერსონალური მონაცემები, საკრედიტო აპარატის მონაცემები, კონკრეტული კომპანიის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელშიც პირობითად ჩვენ მუშაობთ და შესაძლოა ესეთი ინფორმაცია იყოს მნიშვნელოვანი ეგრეთ წოდებული ჰაკერისთვის, ან იყოს
ასე ვთქვათ, მესამე მხარის ინფორმაცია, რომელსაც კონკრეტული კომპანია ამუშავებს სხვის მაგივრად და ეს კომპანია გახდეს ჰაკერების მსხვერპლი და რეალურად მესამე პირის ინფორმაციის გადინება მოხდეს. შესაძლოა კონკრეტული X კომპანია სულ არ იყოს საინტერესო ჰაკერებისთვის, მაგრამ X კომპანია ამუშავებს Y კომპანიის ინფორმაციას და სწორედ ამ X კომპანიაში არის ის უსტე, რომელთაც მოხდება ამ ინფორმაციის გაჟონვა. ამიტომ არის კომპანიებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი, რომ იცოდნენ ვის აწვდიან ინფორმაციას, ვინ არის მათი პარტნიორი და საჭიროების შემთხვევაში ეგრეთწოდებული აუდიტებიც ჩაატარონ და შეამოწმონ მათი მზაობა კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართ. ეს თქვენ ახსენეთ უფრო ძირითადად კორპორატული ასე ვთქვათ ჯაშობასთან დაკავშირებით თემები, ხო თქვათ? კორპორატული ჯაშობის თემას. როგორც ჩანს, უკვე ბოლო პერიოდში ალბათ 10 წელი იქნება, 20 წელი მეტი თუ არა, ძალიან აქტიურად გამოიყენება კორპორატული ჯაშობის თემაში, სწორედ ეს კიბერ ელემენტები და იგივე ვთქვათ კიბერ შეღწევადობა. რაიმე кейსები არსებობს ამასთან დაკავშირებით, იგივე ვთქვათ საქართველოს მიმართებაში თუ არ ვთქვათ ზოგადად თუ არის ესეთი ვთქვათ ცნობილი გახმაურებული кейსი, რომ ის მაგალითად ვთქვათ რადიოსუნით რაღაცა აუთხრათ ამის შესახებ ვთქვათ კონკრეტულად იმიტომ რომ ისეთი თემა მე საქართველოს მაგალითად რომ გითხრათ ნაკლებად მახსენდება მეც აი კორპორატული ჯაშობის ნაკლებად მახსენდება რაღაც ეგეთ შესაძლოა ჯერ არ ვიცით ანუ შესაძლოა ინციდენტი მომხდარი იყოს და ამის შესახებ კონკრეტულმა სუბიექტმა გაიგოს თვეების ხანძლების შემდეგაც ყოფილა შემთხვევა როდესაც თვეების მანძილზე ყოფილა ჰაკერის სისტემაში პორცია სხვადასხვა პერიოდში თქო ხდებოდა ამ ინფორმაციის გადინება და თვეების შემდეგ დაუიდენტიფიცირებიათ კონკრეტული კიბერინციდენტი ანუ თუ არა აქვს თქვა მზაობა კომპანიას იმისა რომ რაღაცა გეგმა ჰქონდეს სტრატეგია ჰქონდეს როგორ დააიდენტიფიციროს ინციდენტი და როგორ აღმოფხვრას ის შესაძლოა თვეების და წლების განმავლობაში კი დროც კი დაჭირდეს იმას რომ დააიდენტიფიციროს კონკრეტული ინციდენტი. ანუ ჩვენ მივიდივართ იქით რომ თქვა ზოგადად მათ მაქსიმალურად უნდა იყოს თქვა ანუ გაზრდილი თითოეულ კომპანიაში თქვა მათ კიბერუსაფრთხოების ელემენტები ხო? დღეს საქართველოში ისეთი მოცემულობა გვაქვს რომ ძირითადად კიბერუსაფრთხოებას ზრუნავს ის სექტორი რომელსაც გარკვეული რეგულაცია არსებობს ეს არის თქვა კომერციული ბანკები ეს არის სახელმწიფო სტრუქტურის გარკვეული ჯგუფი რომელიც კანონით ვრცელდება და ერთეული კომპანიები რომელთა მენეჯმენტსაც ესმის რა არის მნიშვნელოვანი რომ კიბერუსაფრთხოება მნიშვნელოვანია დანარჩენ სექტორში ზოგადად მენეჯმენტის დონეზეც ცნობიერება ნაკლებია, იმიტომ რეალურად კიბერუსაფრთხოება არ არის შემოსავლიანი სექტორი მათთვის არის ხარჯი, რომელიც პოტენციურ რისკებს დაუძღვევს მათ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ იგივე თუნდაც ჩვენაირმა ხალხმა ჩვენაირი ხალხი ესაუბრებოდეს ასეთ სექტორებს და ასე ვთქვათ ამაღლებდეს მათ ცნობიერებას. ეს ზოგადად ქვეყნის მასშტაბით იქნებოდა და იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ის, რომ სხვადასხვა სექტორში უშუალოდ კომპანიის მენეჯმენტს ესმოდეს, რომ კიბერუსაფრთხოება არის მნიშვნელოვანი, რომ ღირს ამ სფეროში მათი მხრიდან გარკვეული ინვესტიციის ჩადება, კადრების აყვანა აუთსორსზე, ამ სერვისის გატანა, გარკვეული კონტროლის მექანიზმების დანერგვა, მათი თანამშრომლებისთვის გარკვეული ტრეინინგების ჩატარება, იმისათვის უშუალოდ მათ კომპანიას არ შეექმნას ფინანსური ან რეპუტაციული რისკი. ჩვენ მაინც მივიდივართ იქით რომ თქვა ცნობიერება ძალიან დაბალია თუ მოსახლეობაშიც და ბიზნეს იგივე კომპანიებში და კომპანიების ტოპ მენეჯმენტში ვინც არის გადაწყვეტილების მიღებაზე თქვა ხო და ანუ აუთსორსინგად რამდენად ისეთი თემა არის თქვა მნიშვნელოვანი იმიტომ რომ მე ყოველთვის როცა თქვა ვინც მე მიცნობ და ჩემი თქვა რაღაცეებიც ის ყოველთვის მომხრევ არის ჯერ სექტორული მიდგომის ქვეყანაში თქვა სექტორული მიდგომის კიბერუსაფრთხოება ასე ამ მიმართულებით განვითარდეს და შემდეგ აუთსორსინგად აუცილებლად რაღაც სერვისების გატანა აუცილებლად, იმიტომ რომ მართალი ძალიან თქვენ რომ კიბერუსაფრთხოება ზოგადად ცოტა რთული ფუფუნება ნებისმიერი ბიზნესისათვის და ბიზნესები ამაში ნაკლებად ხარჯავენ, ასე ვთქვათ, თანხას, მანამდე სანამ ვთქვათ, რაღაცა რისკის არ დაინახავენ, ან ვთქვათ, რაღაცა არ მოხდება, ასე ვთქვათ. მაგრამ საქართველოს რამდენი ვთქვათ, კომპანია ესეთი ვთქვათ არსებობს, რომელიც აუთსორსინგად მუშაობს ამ კიბერუსაფრთხოების თემებზე. მე მგონი ისე ჩამოსათვლელი კომპანიები არიან ასეთი და რეალურად აუთსორსინგი რატო გჭირდება, იმიტომ რომ შესაბამის კადრების დეფიციტი არის ბაზარზე, მოთხოვნა განსაზღვრავს მიწოდებასაც და როცა მოთხოვნა ნაკლებია, მიწოდება ცალსახად მცირე არის, ანუ ყავს კადრები, რომელიც არსებულ ბაზარს ასე ვთქვათ აკმაყოფილებს, ხო? როცა ჩნდება მოთხოვნა, უკვე არიან იგივე პირობითად ბიდიოსნაირი კომპანიები, რომელსაც შეუძლიათ კომპანიებს გაუწიონ აუთსორსინგული მომსახურება, ანუ მათი ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერები ვიყოთ
დაუწეროთ პოლიტიკა, პროცედურები, სტრატეგია, შეუფასოთ არსებული რისკები, მათ მენეჯმენტთან ერთად თუნდაც ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რა მიმართულებით წავიდეს კომპანია, რა კონტროლის მექანიზმი იქნება მათი ბიზნეს საქმიანობისთვის და პროცესებთან შესაბამისი, რომელი იქნება cost effective, რომელი ასე ვთქვათ, ქმედებები დააზღვევს მათ რისკებს ყველაზე მეტად და გარკვეულ, ასე ვთქვათ, მისაღებ რისკამდე დავიდეთ, რომელიც კომპანიის მენეჯმენტისთვის იქნება მისაღები და რა თქმა უნდა, ტრეინინგები თანამშრომლებისთვის იმისათვის, რომ მათ ყოველდღიურ რეჟიმში უწევთ ციფრულ სამყაროსთან ურთიერთობა და იცოდნენ ყველა ის ელემენტარული წესი, რომელიც მათ უნდა დაიცვან, რაც მთლიანად ცვლის ორგანიზაციულ კულტურას კომპანიაში, შესაძლოა სისტემატიურ ტრეინინგებს ატარებ და არა მხოლოდ კომპანიაში, იმიტომ რომ ის დატრეინინგებული ადამიანი მიდის სახლში და უკვე თავის მეუღლეს, თავის შვილებთანაც დაახლოებით იგივე მესიჯები მიაქვს, რაც მას თქვათ კომპანიაში ასწავლიან და ეს ზოგადად გრძელვადიან პერიოდში ქვეყნის მასშტაბითაც ზრდის ცნობიერების დონეს კიბერუსაფრთხოების კუთხით. ეს ძალიან კარგი, ყველაფერი კარგი, მაგრამ ზოგადად კომპანიები შეადგენენ კომპანიების ინფრასტრუქტურას, თქვათ, კრიტიკული თითოეული კომპანიის კრიტიკული ინფრასტრუქტურა შეადგენს ზოგადად მთლიანი ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურის რაღაც ნაწილია, ხო? ანუ ფაქტობრივად შეიძლება კონკრეტულ კომპანიაზე კიბერინციდენტმა გამოიწვიოს, თქვათ, ანუ მეზობელი, ასე ვთქვათ, მომიჯნავე სექტორის რაღაცა დაზიანება, რომელიც თქვათ ჯაჭვსებად შეიძლება გადაიბრძოს და მთლიანად ქვეყნის ასე ვთქვათ კრიტიკული ინფრასტრუქტურას ეროვნული საფრთხეების ნაწილად შეიძლება მოუვიაზროთ და დაზიანდეს მთლიანად ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურა. მე მგონი სწორად ავხსენეთ ესე. ანუ მიწოდები ჯაჭვი, რომელთაც ერთი სექტორი მეორე სექტორთან ერთი კომპანია მეორე კომპანიასთან არის დაკავშირებული კრიტიკული სერვისის მიწოდების კუთხით და თუ ერთი კომპანია ჩერდება, შესაბამისად წყდება ასე ვთქვათ მიწოდების ჯაჭვი და მთელ ამ ჯაჭვს ექნება პრობლემა ერთი კომპანიასთან შექმნილი პრობლემის გამო, რომელმაც შესაძლოა ფატალურ შედეგებამდე მიიყენოს ან კონკრეტული ბიზნესი, ან სახელმწიფო რომელიმე სექტორი, რომელიც თვითონ შეიძლება ქვეყნის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სტაბილურობისათვის იყოს ძალიან მნიშვნელოვანი. და ისე დაუბრუნდები მაშინ კანონს. ინფორმაციის საფრთხეების შესახებ, იგივე სტრატეგიას ნაკლებად, იმიტომ რომ მაინც საჯარო არ არის და კანონი ისე თუ ასე იყო ამაზე თქვათ, გასაჯეროება იყო და ამ შემდეგ მე იქ ვერ ვნახე სიტყვაზე, შეიძლება გამომრჩა არ ვიცი, თქვათ დავალდებულება იგივე კომპანიების და კერძო სექტორისაც, რომ მათ იყოლიონ თავიანთან ერთი ინფორმაციის საფრთხეების მენეჯერი, ყველაზე მეორე კიბერუსაფრთხოების მენეჯერი. ეს ცოტა მომიჯნავეს, თქვათ, გამომიჯნეს ორივე თქვათ მიმართულება, იმიტომ რომ დღეს ბევრი ეძახის ერთ და იგივეს, მაგრამ ნუ სხვა არის და რეალურად არ არის მე მგონი კანონმდებობაში, თქვათ სახელმწიფო დაავალდებულს კერძო სექტორი, რომ იყოლიონ თავიანთან კიბერუსაფრთხოების, ასე ვთქვათ, რეალურად კანონის არსებული რედაქციაც ითხოვს ამ ორ სპეციალისტ კრიტიკული ინფორმაციული უსაფრთხოების კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტებისათვის, თუმცა არ არის ყველა მათგანი შესაბამისობაში ამ კანონთან, არც ის წესები აქვთ დანერგილი, რომელიც სადაც 2015 წლისთვის უნდა ქონოდათ მათ დანერგილი და არც კადრები არ ყავთ შესაბამისი, რომელიც ამას უზრუნველყოფს და ისევ და ისევ დამოკიდებულია ბევრ რამეზე, ის რომ თქვათ მინისტრები იცვლებიან, ხედვები იცვლება, არ არის იგივე თუნდაც სტრატეგია ხო არ გვაქვს მიმართულება აღებული, რომელსაც ვერ შეცვლის ვერც მინისტრის, ვერც არც მთავრობის ვერაფრის შეცვლა ვერ შეცვლის ამ მიმართულებას და იქნება ასე ვთქვათ ნაბიჯ მივა ქვეყანა იმ დასახულ მიზნამდე. ანუ სტრატეგია იყოს მოგებული ქვეყანაზე. რა თქვათ რაღაც კონკრეტულ რაღაცა თქვათ უნდა იყოს სტრატეგია როგორც უმაღლესი დოკუმენტი, რომელიც მიმართულებას განსაზღვროს, რომელიდანაც ვერ გადაუხვევთ ქვეყანა თქვათ 10 წლიანი გეგმა იქნება 3 წლიანი, 5 წლიანი თუ ასე შემდეგ. კანონი, რომელიც განსაზღვროს გარკვეულ წესებს და იმედია რომ განსაზღვროს სექტორებსაც და ეს წესები ამ სექტორებზე იქნება მორგებული და ასე ვთქვათ ეს კანონი იქნება სტრატეგიის პარალელური და მიყვება ასე ვთქვათ ერთმანეთის წესებს გაყვებიან. ანუ ჩვენ მაინც იქიდან მივიღეთ რომ კიბერუსაფრთხოების ექსპერტი როგორც სპეციალისტი ან მენეჯერი აუცილებელია იყოს კერძო სექტორში, კომპანიებში თქვათ რაღაც პოზიციას გარკვეულწილად. იმიტომ რომ არსებობს ინფორმაციის საფრთხეების მენეჯერები, არსებობს კანონმდებლობაში ჩადებული, ეს 2012 წელს როცა კანონი იქნა შემუშავებული, მაშინ მენეჯერი და პლუს სპეციალისტი, კიბერუსაფრთხოების საფრთხეების სპეციალისტი და კიბერის მიმართულებით. მე მგონი მომწიფთა რაც უფრო დიდია კომპანია, მეტია საჭიროება იმისა, რომ ყავდეს კადრი ან კადრები, გუნდი ყავდეს შიგნით, რომელიც ამას უზრუნველყოფს, ხო? თუმცა თუ კომპანიებს არ გაუჩნდათ საჭიროება, რომ ასეთი კადრები ყავდეთ, არც არავინ გაიზრდება სფეროში, რომელიც ამ ასე ვთქვათ მოთხოვნას მიწოდებას გაუკეთებს, ხო ეგრეა.
კანონში და რეგულაციის სფეროში რაც უფრო მეტი კერძო სუბიექტი შევა, კერძო სტრუქტურა შევა და გაჩნდება მოთხოვნა, რამდენიმე წელიწადში უკვე გაჩნდებიან ისეთი კადრები, რომლებიც დასაქმდებიან ამ კომპანიებში და გაიზრდებიან და უზრუნველყოფენ მათი კომპანიების ინფორმაციულ უსაფრთხოებას. ბატონო, ეს გასაგებია, თქვა ერთია კანონშიც ეიდება ეს ყველაფერი და მეორე მისი აღსრულება. ალბათ ამით ახლობით, იმიტომ რომ ინფორმაციის უსაფრთხოების მენეჯერები, რომლებიც 2012 წლის კანონმდებლობაში იყო ჩადებული, მე მგონი ბევრი კომპანიისა და იგივე კრიტიკული ინფრასტრუქტურის სუბიექტებისათვის ბევრი იმაში არ იყო. სულ დიდ ჩამოსატანილ ორგანიზაციებში იყო ესენი, ასე ვთქვათ. მე მგონი აღსრულებას ასევე რაღაც გარკვეულწილად აუცილებელი თემა არის. ერთია ვთქვათ კანონი და ძალიან კაია კანონს რომ იღებენ და 2012 წლის კანონი რომ მიიღეთ, ფაქტობრივად ასახობოა მე 2017 წლის ITO-ს ასე ვთქვათ გლობალურ ინდექსში. საქართველოს ასე ვთქვათ წინსვლაზე ძალიან ვთქვათ ნიშანდობლივია ფაქტი, მაგრამ ფაქტობრივად აღსრულებაც ფაქტობრივად არ ხდება მიმართულებითაც. რეალურად ამ კანონის პრობლემაც ეგ იყო ერთ-ერთი ყველაზე მთავარი. 2012-დან 20-მდე 8 წელია გასული, გვაქვს კანონი, გვაქვს 40-მდე კრიტიკული სუბიექტი. ერთეულებში მოხდა ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვა, ერთეულებში არიან შესაბამისი კადრები, რომელიც ამას უზრუნველყოფენ, რომ ყოფილიყო აღსრულების მექანიზმი, დარწმუნებული ვარ 40-ვე სუბიექტი, 39-ვე სუბიექტი იქნებოდა შესაბამისობაში ამ კანონთანაც, ეყოლებოდათ კადრები და აღსრულება რომ ყოფილიყო 8 წლის განმავლობაში უფრო წინ ვიქნებოდი ვიდრე დღეს ვართ. დავალდებულებაც არ იყო, ფაქტობრივად ერთია, თქვათ კრიტიკული ინფრასტრუქტურის სუბიექტების დავალდებულებაც არ იყო, თქვათ რაღაცა ინციდენტის შემთხვევაში ცნობებინა, თქვათ აი მაშინ მონაცემთა გათვლის სააგენტო იყო რაღაცა. როცა არ ყავს კადრი, რომელიც ამას დააიდენტიფიცირებს, ვერ შეატყობენ ხო ეგრეა. კარგით, ამის შესახებ ოდნავ მოგვიანებით ვლაპარაკოთ, რეკლამა ეთერში. მადლობა. რეკლამა რადიო კომერსანტზე. ახალი ფასი ავტოასისტისგან. გთავაზობთ ყველა სახის ავტომობილის ევაკუაციას. თბილისის მასშტაბით 40 ლარად, ხოლო სკუტერის ევაკუაციას 20 ლარად. ჩვენი პროფესიონალი ტექნიკოსები გაგიწევენ დროულ და კვალიფიციურ ტექნიკურ დახმარებას. აკუმულატორის დამოხტვა, საწვავის მიწოდება, ჩაკეტილი მანქანის გაღება, საბურავის გამოცვლა და ბერვა და შეკეთება. თქვენი სიმშვიდისთვის კი ავტომობილის დაზღვევა, ტრანსპორტირებისას კი GPS კონტროლი. დაგვირეკე 2-12-10-10 ან 595-66-10-10. ავტოასისტი. ვმუშაობთ 24/7-ზე, მთელი საქართველოს მასშტაბით. ყოველ შაბათ-კვირას მხოლოდ ლიდერბეტი გთავაზობთ ყველაზე მრავალფეროვან აქციებს სპორტში, სლოტებში და კაზინოს თამაშებში. გაატარე შაბათ-კვირა ლიდერბეტზე და მიიღე უამრავი ფრიბეთები, ფრისპინები და ექსკლუზიური ბონუსები ფასდაკლებით. ლიდერბეტზე შაბათ-კვირა ყველაზე მომგებიანია. ლიდერბეტი, ლიდერი ინტერნეტ სივრცეში. რეკლამა რადიო კომერსანტზე. ბაზის ბანკი წარმოგიდგენთ გადაცემას ეკონომისტის დრო. რადიო კომერსანტზე. ყოველ სამშაბათს 19 საათსა და 10 წუთზე. ლევან ქისტაურთან ერთად. კითხვები, რომლებიც არსებობს და პასუხები, რომლებიც ქმნის თქვენს ცხოვრებას. ეკონომისტის დრო. რადიო კომერსანტზე. FM 95.5. ფასიანი პოლიტიკური რეკლამა. ბეჟან ზაქაძე, ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მაჟორიტარად. ერთად საქართველოს წარმატებისთვის. ქართული ოცნება 41. რადიო კომერსანტი და ინტერნეტის განვითარების ინიციატივა წარმოგიდგენთ ყოველკვირეულ საავტორო გადაცემას Cybertalks. ეთერში ვართ ისევ დავბრუნდით. ჩვენი დღევანდელი თემა არის ისევ კიბერუსაფრთხოება და ინფორმაციული უსაფრთხოება და ამ კუთხით ამიმართულებით არსებული გამოწვევები და ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი არის ვიდეოს კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების ხელმძღვანელი ბატონი ანზორ მეხლიშვილი. ჩვენ საუბრობთ ასე ვთქვათ საინტერესო თემებზე. გადაწყვეტას კანონს ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ, სადაც განსაზღვრული იყო ეს სწორედ ეს თანამდებობრივისა და ჩვენ ვახსენეთ ასე ვთქვათ პროფესიული კადრების ნაკლებობა, სიმცირე. მივედით ისე ერთია ცნობიერების ამაღლებაზე, თქვით ესე რომ აუცილებელია თვითონ კომპანიებში ტოპ მენეჯმენტს კონცენტრ ცნობიერების ამაღლების თემა და ასევე აუცილებელია განათლების თემაც. კადრების სიმცირე. პროფესიული კადრების სიმცირე. მეგონი ყველა განიცდის ამას. არ მოერთ საქართველოს ზოგადად მსოფლიოში ეს პრობლემა არის, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ საქართველოს საუბრობთ და იგივე კომპანიებში,
მმართველები კადრების სიმცირე იგივე ვთქვათ სახელმწიფო სტრუქტურებში კიბერ უსაფრთხოებისა და ინფორმაციის უსაფრთხოების მიმართულებით კადრების სიმცირე. რასთან ეს დაკავშირებით განათლების თემასა და აი რა შეიძლება რა კონკრეტული ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას, იმიტომ რომ არის ერთი მხარე არის ტრენინგების მიმართულება არის, მეორე შემდეგ აკადემიურ დონეზე კი ბაკალავრიატი იქნება თუ მაგისტრატურა და ასე შემდეგ. რა ვიცი, ამაში მე მგონი თვითონ სახელმწიფოც რაღაც გარკვეულწილად აქტიური უნდა იაქტიუროს, იმიტომ რომ ელემენტს ასეთი საჭირო საქმეა ასე ვთქვათ. პირველ რიგში ალბათ სკოლის პერიოდში რომ დავიწყოთ, დამამთავრებელ კლასებში მინიმუმ შეიძლება უკვე ვთქვათ განათლების სამინისტრომ შეიტანოს სწავლებაში ელემენტები, თუნდაც ერთ სემესტრიანი ელემენტები კიბერუსაფრთხოების კუთხით. ერთი მგონია რომ ზოგადად ცალკე საგნადად შეიძლება კიბერუსაფრთხოების ელემენტების სწავლა ბავშვებისთვის, რომლებიც უკვე ვთქვათ მე-6 მე-7 კლასიდან უკვე ვთქვათ კომპიუტერთან, სმარტფონებთან, გარკვეულ ციფრულ მოწყობილობებთან აქტიურად ურთიერთობენ, მით უმეტეს პირველი კლასიდან მოსწავლეებს ლეპტოპები აქვს, ეგრეთ ბუქები აქვს, რომელთაც ისინი ნებისმიერ რესურსზე შედიან, იქ არ ხდება არანაირი კონტროლი, რომ ვთქვათ მარტო სკოლის აპლიკაციები გაიხსნას, ვთქვათ არ შედიოდეს YouTube-ზე, სოციალურ ქსელში და ასე შემდეგ, ხო? შესაბამისად, სკოლას როცა ამთავრებს ბავშვი, როდესაც ნახულობს სტატისტიკას უნივერსიტეტებში მოთხოვნის, ძირითადად არის იურიდიული, ვთქვათ, ეკონომიური და სამედიცინო, ხო? ანუ არც ამდენი იურისტი გჭირდება ქვეყანას, არც ამდენი ეკონომისტი და ვთქვათ, პირობითად ექიმი. შემდეგ ესენი საქმდებიან საერთოდ სხვა სფეროში, ვიდრე განათლება მიიღეს, ხო ესეა? თუ მათთვის რეალურად შეიძლება საკანონმდებლო დონემ გააჩინოს სამუშაო ადგილები, ინტერესს უნდა გაუჩინონ ბავშვებს, სკოლის მოსწავლეებს, რომ კონკრეტულად ამ მიმართულებით გააგრძელონ სწავლა და მე უკვე უნივერსიტეტში უნდა დახვდეთ მათ შესაბამისი პროგრამები. დღეს ერთეულ უნივერსიტეტში ისწავლება გარკვეული საგნები ერთ სემესტრიანი, ხშირად ორ სემესტრიანიც, რომელიც ზოგადად ინფორმაციული უსაფრთხოების მიმოხილვაა, ასე ვთქვათ, და ძირითადად უფრო ტექნიკური სპეციალობების მიმართულებით და არა ვთქვათ, იგივე შეიძლება იურისტებს არ უტარდებათ ასეთ ტიპის კურსები უნივერსიტეტში, თუმცა გარკვეული ჯაჭვი არის, ხო, ანუ სკოლაში ინტერესი გავაჩინოთ, შემდეგ უნივერსიტეტში გარკვეული ბაზა დავახვედროთ, მათ ლაბორატორიები, შესაბამისი სპეციალისტები, რომლებიც ამათ ცოდნას გადასცემენ და შესაძლოა საჭიროც გახდეს, რო ვთქვათ, უცხოეთიდან მოხდეს მათი, ვთქვათ, სპეციალისტების ჩამოყვანა და ის და გარკვეულ ვთქვათ 5-6 წელიწადში უკვე მივიღებთ იმხელა რესურს, ადამიანურ რესურსს, რომელიც მზად იქნება და უკვე უნივერსიტეტში სწავლის პერიოდშიც, ხო, პარალელურად მივიღებთ იმხელა ადამიანურ რესურსს, რომელიც მზად იქნება, რომ ნებისმიერ სექტორში მოახდინოს კვალიფიციური მენეჯერობა გაწიოს და არ არის მხოლოდ მენეჯერობა საკითხი, გჭირდებიან ტექნიკური სპეციალისტები, რომლებიც ელექტრონული შეღწევადობის ტესტირებებს გააკეთებენ, სისუსტეებზე შეამოწმებენ გარკვეულ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, ანალიტიკოსებია და ასე შემდეგ. ასე ვთქვათ, კომპლექსური მიდგომით 5-6 წელიწადში შეგვიძლია ათეულობით და ასეულობით სამუშაო ადგილიც შეიქმნას, დონეც ამაღლდეს და ზოგადად ქვეყნისთვის იქნება კარგი და არაერთეული პირებისთვის ან კონკრეტული სექტორისთვის. კომპანიებსა და კერძო სექტორისაც, რომელიც ვთქვათ, აქტიურად იზრდება და იზრდება. ჩვენ ვახსენეთ აქა, ვთქვათ, კორპორატული ჯაშუობა, ვახსენეთ ასევე კომპანიებში შეღწევადობა, ისე ვთქვათ, კომპანიებში ამ მიმართულებით ნაკლები ცნობიერება არის. ისე ვთქვათ, კომპანიას ხშირად ებრძვის ხოლმე და ხშირად უნდა დაეცოს თავისი კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რაც არის, ასე ვთქვათ. მაგრამ ამ მიმართულებით როგორც იცი, BDO რაღაც გარკვეულ სერვისებს თავაზობს, ხო? კომპანიას მოხდა. აი BDO-ს ვთქვათ, BDO-ს საქმიანობაზე ამ კიბერუსაფრთხოების მიმართულებით თუ ვისაუბროთ და ინფორმაციის უსაფრთხოების მიმართულებით იგივე ვთქვათ, რა არის, როგორ ახორციელებთ ამას და რა კონკრეტული პროექტებზე შეიძლება საუბარი და რა გეგმები გაქვთ მომავალში კიდე. BDO-ში საკმაოდ მრავალფეროვანი სერვისები გვაქვს. ჯერ დავიწყებ იქიდან, რომ BDO-ში ვქმნით ახალ ბრენდს, BDO Digital-ს, რომელშიც გაერთიანებული იქნება როგორც კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოება, ასევე მონაცემთა ანალიტიკა, ERP სისტემები, რომელთაც თქვათ დღეს BDO ცნობილია და ასევე გარკვეული ლინის მეთოდოლოგიის დანერგვა, RPA და ასე შემდეგ. თუმცა ვისაუბრებთ მხოლოდ კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებას და ამ სფეროში ჩვენი გუნდი თქვათ ისეთ სერვისებს ეწევა კომპანიებისთვის, როგორიც არის კიბერუსაფრთხოების კონსალტინგი, აუთსორსი, ინფორმაციული უსაფრთხოების, IT აუდიტი, GDPR-თან და პერსონალური მონაცემების დაცვის კანონთან შესაბამისობაში მოყვანა და ამაში ჩვენი იურისტებიც გვეხმარებიან BDO-დან. ნიშნულოვანია, რომ იგივე თუნდაც პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით კომპანიებს გამართული ხელშეკრულებები ჰქონდეთ, იცოდნენ რა პერსონალური მონაცემებს ამუშავებენ და შესაბამისად დაამუშავონ როგორც ამას ევროკავშირის ან თუნდაც საქართველოს
რეგულაციები გთხოვს. ასევე ჩვენ ვთავაზობთ ისეთ სერვისს, როგორც თქვა, ფიშინგის სიმულაცია კომპანიებს, რაც ეხმარებათ გაზომონ თავიანთი თანამშრომლების ცნობიერების დონე და ამაღლონ რეალურად ორგანიზაციული კულტურა და მათი ცნობიერების დონე. ანუ რეალურად ასეთი სიმულაციების შემდეგ ჩვენ უკვე ასეთ სიმულაციებს ვატარებთ როგორც ვიდეოში, ისე ჩვენს მომხმარებლებთან და 2-3 სიმულაციას რო ჩაადარებ, უკვე ხვდები როგორ შეიცვალა კონკრეტული თანამშრომლის ქცევა კონკრეტული სცენარის მიმართ. ეს თქვა შეიძლება იყოს ფიშინგის სიმულაცია, თქვა მეილის საშუალებით, შეიძლება თქვა სატელეფონო ტელეფონის გამოყენებით მოვახდინოთ გარკვეული ინფორმაციის გამოტყუების მცდელობა და ასე შემდეგ. ასეთი სიმულაციების შემდეგ ადამიანები ხდებიან უფრო ფრთხილები, უფრო ბევრ ნიუანსებს აქცევენ ყურადღებას და ზოგადად ძალიან კარგი არის პერსონალად მათთვისაც და იმ კომპანიისთვისაც, რომელშიც ისინი არიან დასაქმებული. ანუ თქვენ თავაზობთ კიბერუსაფრთხოების და ინფორმაციის უსაფრთხოების მიმართულებას, მას გარკვეული თქვენ გაქვთ პაკეტები გაქვთ თუ არ ვცდები, შეთავაზების პაკეტები, იმ პაკეტებში გაგაერთიანებული თუ ცალკე არის. კიდე შეგიძლიათ ეს თქვა შესაძლოა კომპანიას ჭირდებოდეს საიტი აუდიტი ერთჯერადად და ძირითადად ჭირდებათ ხოლმე უფრო კომერციულ ბანკებს, ეროვნული ბანკის რეგულაციიდან გამომდინარე და დიდ კომპანიებს. შესაძლოა ჭირდებოდეს ამ როლის აუთსორსინგი და ჩვენ თქვა ვეხმარებით ჩვენს მომხმარებლებს აუდიტის გეგმის გაწერაში, თქვა წერტილოვან აუდიტებს ვაკეთებთ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში და ასე შემდეგ. ასევე თქვა ვუკეთებთ აუდიტს თუ როგორ აქვს პერსონალ მონაცემების კუთხით სიტუაცია კომპანიას, თქვა აღრიცხული აქვს თუ არა პერსონალ მონაცემები, როგორ ეპყრობა და უკვე შემდეგ შეგვიძლია დავეხმაროთ მათ რესურსები მაინტერესებს, თქვენი რესურსები გაწოდეთ, რესურსები მაინტერესებს, იმიტომ რომ გაქვთ ამასთან დაკავშირებით თქვა რაღაც გარკვეული რაღაც კერძო ცერტი გაქვთ, სოკი გაქვთ, თუ რაღაც გარკვეული ჯგუფი მუშაობს, აი მართლაც თქვა მოცემულ მომენტში ვიდეოში 4 ადამიანი ვართ გუნდში, ვინც ამ სერვისებს ვეწევით, პლუს ამას ჩვენ ზურგს გვიმაგრებს ვიდეო საერთაშორისო ქსელი, ვიდეო ისრაელი, ნორვეგია, ბელგია, ჩეხეთი კომპეტენციის მიხედვით, ანუ რა გვჭირდება და რა ჭირდება ჩვენს მომხმარებელს, ხო? იგივე სოკი ახსენეთ და იგივე ვიდეო ნორვეგიაში გვაქვს გასაოცარი შეხვედრა რადიოსინეს რომ სოკი ეს არის security operation ცენტრები არის კიბერუსაფრთხოების ოპერაციების ცენტრი არის და ამაზეა საუბარი ხამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ჩვენ ენაზე საუბრობთ მე საბრევიატურებით და თუ რადიოსინე მოწყვეტ იცოდეს. კი ბატონო გისმენთ? საქართველოს ჯერჯერობით არ გვაქვს ყოველ შემთხვევაში ესეთი ცენტრი, თუმცა გვაქვს ნორვეგიაში და კომპანიისთვის, რომლისთვისაც ვთქვათ, პრობლემას არ წარმოადგენს ქვეყნის გარედან, ასე ვთქვათ, მონაცემების დამუშავება, მათთვის ამ სერვისის შეთავაზება, რა თქმა უნდა, შეგვიძლია. ასევე შეღწევადობის ტესტირების სერვისი, რომელიც როგორც web-based აპლიკაციებს, ვთქვათ, ინტერნეტ და მობაილ ბანკებს, ვებ-გვერდებს, გადახდების სისტემებს და ასე შემდეგ, ასევე მათი ქსელური და სერვერული ინფრასტრუქტურის გარე პერიმეტრის ტექნიკურ შემოწმებას გულისხმობს და ვთქვათ, ამაში ვიდეოს ისრაელის, ჩეხეთის და ასევე ნორვეგიის გუნდები გვეხმარებიან. რაც შეეხება უშუალოდ ვთქვათ, ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემების დანერგვას, კონკრეტული კონტროლის მექანიზმების დანერგვას, ეს შეიძლება იყოს მონაცემთა გაჟონის საწინააღმდეგო სისტემა, ეს შეიძლება იყოს ლოგების მონიტორინგის სისტემა, firewall-ი, რომელიც ვთქვათ, გარე პერიმეტრს იცავს. უკვე ამაში ჩვენ უწევთ დახმარებას ჩვენ მომხმარებლებს. ეს შეიძლება იყოს ვთქვათ, პოლიტიკა პროცედურების დანერგვა, კონკრეტული პროცესების დანერგვა კომპანიაში, რომელიც თუნდაც მათ რისკების მართვის გეგმას თან შესაბამისობაში იქნება, რომელიც ვთქვათ, არ მოვაწინააღმდეგებაში ბიზნეს პროცესებთან და გარკვეულწილად IT საქმიანობის გამარტივებასაც შეიძლება გამოიწვიოს, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ინფორმაციული უსაფრთხოების როლი IT დეპარტამენტშია შეთავსებული, რაც პირდაპირ არასწორი არის ინტერესთა კონფლიქტიდან გამომდინარე და კომპეტენციიდან გამომდინარე, იმიტომ რომ რეალურად IT-ს სხვა უფლება-მოვალეობები აქვს და IT უსაფრთხოებას სხვა. ძალიან კაი. დიდი მადლობა ბატონო მოგზაურობისათვის. რომ გამომხედროთ და მოგზაურდით ჩვენთან საინტერესო საუბრებისათვის. რადიო ნოსმერს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი იყო ვიდეოს კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების ხელმძღვანელი ბატონი ანზორ მეხლიშვილი. თემა იყო კიდევ და ისევ კიბერუსაფრთხოება და ინფორმაციული უსაფრთხოება. მომავალ შეხვედრამდე მინდა გისურვოთ ყველას და მომავალში ჩვენ შევხვდებით კიდევ უფრო საინტერესო თემებით.
გვისმინათ 95 და 5-ზე. მადლობა. რადიო კომერსანტი და ინტერნეტის განვითარების ინიციატივა წარმოგიდგენთ ყოველკვირეულ საავტორო გადაცემას Cyber Talks.